მილუ ანახრომათხილი ლო დახლეს ანახრომათხილო მუხანა ად მუხანა კენო ლო ყოველთვის როცა ამ საბარძელში ვზივარ ეს ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ მე და თქვენ და დღესაც ასეა როგორც იქნა ვისაუბრებ იმ თემაზე რომელზეც ალბათ ყველაზე მეტ შეკითხვას ვიღებ მას შემდეგ რაც ვლოგების გადაღება დავიწყე და ვფიქრობდი, როდესაც უკვე რაღაცა გამრავლდებოდით და 1000 გამომწერი მეყოლებოდა, მაშინ ჩავწერდი ამ ვიდეოს და რადგან მყავს 1000 გამომწერი, რომელიც ზუსტად 2 კვირის წინ შესრულდა, დანაპირებს შევასრულებ და დღეს ამ ვლოგში მოგიყვებით ჩემზე, უკეთესად გაგეცნობით, ვუპასუხებ ყველაზე ხშირად ასმულ კითხვას ჩემი YouTube ვლოგის ჩემი YouTube ბლოგერობის ისტორიაში როგორ მოვხვდი ისრაელში და რატომ ისრაელში და ასე შემდეგ. ვინც არ მიცნობთ და შეიძლება საერთოდ ჩემ არხზე პირველად ხართ და ჩემ ბლოგსაც პირველად უყურებთ, მოგესალმებით, მე ვარ თათია. დავიბადე გავიზარდე ქალაქ გორში. დავამთავრე წმინდა გიორგის სახელობის სკოლა ლიცეუმი, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით აღარ ფუნქციონირებს და რამდენიმე წლის წინ დაიხურა. როგორი მოსწავლე ვიყავი სკოლაში? ნორმალური ძალიან რო გითხრათ რომ გადამკვდარი ვიყავი სწავლაზე და მეცადინეობაზე არა, მაგრამ ზოგადად მაქვს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ამიტომ არ ყოფილა, შეიძლება თუ იყო ალბათ რაღაცა მიზეზის გამო, რომ დავალება არ მქონოდა, ან მომზადებელი მივსულიყავი გაკვეთილზე, ან რაღაცა არ მცოდნოდა გაკვეთილიდან ესეთი რაღაცა საერთოდ არც მახსენდება, თუ შეიძლება მახსენდება. თუ მახსენდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა ვერ გავიგე და შესაბამისად ვერ მოვიმზადე გაკვეთილში. აი რაღაც ესეთი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ აი ის რომ დამეზარა და არ მინდოდა და რა დავალება არ მაქვს და მომზადებელი ვარ და ასე შემდეგ, ჩემთვის ესეთი მიზეზი არ არსებობდა და არც მახსენდება სიმართლე რომ გითხრათ. იქნებ ჩემს მასწავლებლებს ახსოვთ, მაგრამ მე საერთოდ არ მახსენდება. მაგრამ რო გითხრათ რაღაცებს ვაკლდებოდი იმის გამო რომ სამეცადინო მქონდა და რაღაც ეგეთი, არა ძალიან მიყვარს ჩემი კლასელები. ანუ სადაც წასულან და ყოფილან ყოველთვის დავდიოდი და ჩემთვის ის რომ აი მე სასწავლი მაქვს და სამეცადინო მაქვს და ვერ წამოვალ, ესეთი მიზეზი ანუ ამ მიზეზით არაფერი არასდროს არ გამიცდენია არც სკოლის პერიოდში და არც სტუდენტობის პერიოდში არაფერს არ ვაკლდებოდი, არც შატალოს, თუ რაღაცას ვაფუჭებდით, მეც იქ მათთან ერთად ვაფუჭებდი, თუ რაღაცა კარგს ვაკეთებდით, მეც იმათთან ერთად კარგს ვაკეთებდი. 2008 წელს თუ არა 2007-ში. პრინციპში ეს ამბავი დაიწყო 2007 წელს. რამდენი წლის ვიყავი? 14-15 წლის ვიქნებოდი, ზუსტად უკვე აღარც მახსოვს. შეიძლება თქვენ რამდენიმე თქვენგანს სმენიათ პროგრამა Flex-ის შესახებ. ეს არის გაცვლითი პროგრამა, რომელიც ფინანსდება ამერიკული საბჭოების მიერ და მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, რომ 1 წელი გატარონ ამერიკულ სკოლაში. ნუ 1 წელი ზუსტად არ გამოდის, ეს არის 1 სასწავლო წელი, ასე ვთქვათ. გაატარონ ამერიკის შეერთებულ შტატებში სრულიად უფასოდ. ეს არის მრავალეტაპიანი კონკურსი, მოკლედ. და 2008 წელს ზუსტად მახსოვს, აი ის ემოციები და ის დღე, როცა გავიგე, რომ გადავედი ფინალში ამ პროგრამაში და მითხრეს, ანუ მახსოვს, რომ დამირეკეს და გარეთ ვიყავი მე და ჩემი მეგობარი მივდიოდით ინგლისურის გაკვეთილზე. თუ გარეთ ხარ, რომ შეეცადე რომ ქუჩაზე არ გადახვიდე და გაჩერდი და ერთ ადგილას დადექი და აბა მოემზადეო და მითხრეს, რომ გადავედი ფინალში და 1 წლით მივემგზავრებოდი ამერიკაში, ამერიკულ ოჯახში საცხოვრებლად. ძალიან გამიხარდა. რა თქმა უნდა, მახსოვს რომ აი შუა ქუჩაში ვიყავით და მაღაზიები იქ იყო ბევრი და ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობდა და დავიწყე ყვირილი მე მგონი სიხარულისგან. მაშინ მახსოვს რომ გამვლელებმა თუ მაღაზიაში გამყიდველებმა მკითხეს რომ ხელი გთხოვესო, რატო გაგიხარდაო ესე ძალიან და მეთქი ან მაშინ ვიყავით 15 წელს რა ხელის თხოვნაზე ალაპარაკი საერთოდ. ნუ უკეთ ახლა ესეც გამახსენდა, ძალიან სასაცილო იყო. და მახსოვს რომ ხარი არა ხელი არ მთხოვიათ ამერიკაში ვიდეო არ თქონდა.
ეს გამიხარდა თქო. 2008 წლის აპრილში გავიგე რომ მიმგზავრებოდი ამერიკაში. მაშინ ირჩევდი მხოლოდ 50 ფინალისტს, ეხლა შეიცვალა უკვე, რამდენიმე წლის შემდეგ შეიცვალა და მე მგონი ეხლა უკვე 100 მოსწავლეს გზავნიან. საქართველოდან მაშინ ვიყავით მხოლოდ 50 და მივიდოდით ხოლმე ორ ნაწილად 25 პირველი ნაკადი ასე ვთქვათ ცალკე და მეორე ნაკადის შემდეგ მე მოხვდი მეორე ნაკადში 2008 წელს ზაფხულში მოგეხსენებათ რაც მოხდა და სამწუხაროდ აი ეს საშინელი ომის პერიოდი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც მე უნდა წავსულიყავი ამერიკაში. ეს ზუსტად ხდება აგვისტოს დღეებში. მაშინ ვიყავი გორში. ზოგადად ომი ზოგადად ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილია საქართველოშიც და ნუ ისრაელში ხო საერთოდ. სარდაფში ვიმალებოდით მახსოვს. მახსოვს ჯარისკაცები, ბევრი, ძალიან იქ ჩემი სახლის გარშემო. და რაღაც ვფიქრობდით, რომ უნდა წავსულიყავით თბილისში და რაღაც მაგ პერიოდში მე მგონი ზუსტად დაგვიკავშირდა ამერიკული საბჭოები და გითხრეს, რომ ანუ ჩემ მშობლებს უთხრეს, რომ გაყვანა გვინდაო ბავშვებისო ქვეყნიდანო, მაშინ არ იყო ფრენები, რა თქმა უნდა, საქართველოში არანაირი ფრენა, ან საშიში აღარ მახსოვს, შეიძლება იყო ფრენები, მაგრამ საშიში იყო ფრენა, აღარ მახსოვს. ნუ მოკლედ მოხდა ისე, რომ წავედით ბაქოში ავტობუსით. ვიყავი 16 წლის და თუ არ ანუ რაღაც არ მახსენდება ისე რომ ომს ძალიან ტრაგიკულად და რაღაც გამძაფრებულად აღვიქვავდი. მე მგონი საერთოდ ვერ აღვიქვავდი ომს, რატომღაც ესე მახსოვს. არც ის მახსოვს რომ შეშინებული ვიყავი, ეხლა სხვანაირად ვარ ხოლმე ომის დროს და განვიცდი ასე თუ ისე თავიდან განვიცდი ხოლმე სანამ შევეჩვევით, მაგრამ მაშინ ვერ აღვიქვავდი რა ხდებოდა, მე მგონი ეს უფრო სწორი ნათქვამი იქნება, მაგრამ მახსოვს რომ გორიდან რომ გამოვდიოდით, გული გვისკდებოდა, ჯერ გვეგონა რომ არც გამოგვიშვებდნენ, მე ეს რაღაცა მაშინ მოხდა დაბომბები და მთელი ამბები და ეს ყველაფერი გამოვიარეთ და იყო საშინელება მართლა. ძალიან ბუნდოვნად მახსოვს, შეიძლება სტრესშიც რო ვიყავი, მაგიტო ძალიან ისე, ანუ არ მახსოვს. ნუ ჩვენ წავედით თბილისში და რამდენიმე დღის შემდეგ, 2 თუ 3 დღის შემდეგ წავედით ბაქოში 25 ბავშვი. აღარ მახსოვს, რამდენი ხანი მივდიოდით ავტობუსით, ნამდვილად მახსოვს, რომ ან ერთი ღამე, ან ორი ღამე გავჩერდით ბაქოში. დიდად არ მახსოვს, რას ვაკეთებდით, სასტუმროში ვიყავით. მახსოვს, რომ ოთახში 3 ბავშვი ვიყავით, გორიდან, 3 გოგონა და 3-ვე ერთად შეგვიშვეს ერთი ნომერში და მაშინ ვხუმრობდით, რომ ეხლა აქაც არ მოგვადგნენო და რახან გორელები ვართ, თუ აქაც არ დაგვბომბონო და რაღაცები ვხალისობდით. ბაქოდან წავედით, გადავფრინდით მიუნხენში, გერმანიაში, მიუნხენიდან წავედით მერე ვაშინგტონში და ვაშინგტონიდან დავიშალეთ უკვე ეს 25 ბავშვი და შესაბამისად გადავნაწილდით და გადავფრინდით ჩვენთვის განკუთვნილ შტატებში. ჩვენი მასპინძელი ოჯახები იმყოფებოდნენ და ჩემი შტატი იყო ინდიანა. კერძოდ მოვხვდი შტატის დედაქალაქში, ინდიანაპოლისში და მახსოვს, რომ ომი რო დაიწყო, ჩემი მასპინძელი ოჯახი დამიკავშირდა Skype-ით, მახსოვს ძალიან კარგად და მოგვიკითხა, როგორ ვიყავით, ანუ მე, ჩემი ოჯახი, რამე თუ გვჭირდებოდა, ანუ ძალიან დიდი ყურადღება გამოიჩინეს და მაშინვე მივხვდი, რომ ძალიან კარგ და კეთილ ოჯახში ვხვდებოდი, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ, ამ 33 წლის ასაკიდან, 33 წლის გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, საერთოდ ვერ ხვდები ჩემმა მშობლებმა როგორ გამიშვეს ამერიკაში 16 წლის. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არის ძალიან უსაფრთხო, დაცული ხარ მაქსიმალურად პროგრამაში. რა თქმა უნდა, ყველაფერი არის 1000-ჯერ შემოწმებული, გადამოწმებული, მაგრამ მაინც ეხლა უცხო ოჯახში მიდიხარ, არ იცი ვინ არიან, რა არიან.
აი ეხლა რომ მივდიოდი, ალბათ არ წავიდოდი. საერთო უცხო ოჯახში წადი, 1 წელი დარჩი და ისწავლე და რაღაცა. დავთანხმდები თუ არა, მაშინ ძალიან მინდოდა, რა თქმა უნდა, და ჩემებმაც რახანეს დაძაბული სიტუაცია იყო მაშინ საქართველოში და არავინ არ იცოდა რა ბედი ეწეოდა. გადაწყვიტეს, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ გავეშვი, წავსულიყავი ამერიკაში, გამარიდეს ასე ვთქვათ. ახსოვს, რომ ჩავედი, დამხვდა ჩემი აეროპორტში ინდიანაში ჩემი მასპინძელი დედა, მამა და რამდენიმე გაცვლითი სტუდენტი, რომლებიც ასევე მათ ოჯახში ცხოვრობდნენ, კეთილგანწყობილები იყვნენ ჩემს მიმართ, ისევე როგორც მე, ძალიან მეძინებოდა. ძალიან დაღლილი ვიყავ, იმიტომ რომ თითქმის არ ვიცით 3 დღე, მე მგონი თუ 2 დღე ვიფრინეთ. მგონი ყველა სახის ტრანსპორტი გამოვიარეთ ამ 3 დღის განმავლობაში და ერთადერთი რაც მინდოდა ეს იყო ძილი. მახსოვს რომ ჩემს მივწერე რომ მშვიდობით ჩავფრინდი, გავაგებინე და დავიძინე და თუ არ ვცდები 24 საათი სრულად მეძინა და მე იხსენებდა ჩემი მასპინძელი დედა რომ ხანდახან გამოწვევდი ხოლმე. არაჩვეულებრივი 1 წელი გავატარე, თუმცა პირველი 3 თვე გამიჭირდა ცოტა, მაგრამ სადაც ესე ნოემბრიდან მოყოლებული ივნისამდე ისე შემიყვარდა იქაურობა, ისე შემიყვარდა ამერიკა. გავიჩინე უამრავი მეგობარი, ძალიან კარგი კლასელები მყავდა, ძალიან კარგი მეგობრები მყავდა. თან მეგობრობდი ასევე იმ ბავშვებთან, ვინც იგივე ოჯახში, ჩემ ოჯახში, ჩემს მასპინძელ ოჯახში რჩებოდნენ ჩემსავით და ანუ ჩემი ოჯახიც ძალიან, ჩემი მასპინძელი ოჯახიც იყო, აი არაჩვეულებრივი ხალხი, მართლა დღემდე მაქვს კონტაქტი, ისე ხშირი არა, მაგრამ მაინც ვცდილობთ რომ ხაზე ვიყოთ ხოლმე. რომ მოვდიოდი, მახსოვს რომ სულ 9 წლებით ვტიროდი ივნისში წამოვედი თუ არ ვცდები. არ მინდოდა წამოსვლა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემები რა თქმა უნდა ძალიან მენატრებოდნენ, უკვე ისე ვიყავი ამერიკაში, რომ საერთოდ ვერც კი ხვდებოდნენ, რომ უცხოელი ვიყავი, იმდენად კარგად მოვერგეს, ასე ვთქვათ, იქაურ სიტუაციას. და მეც საერთოდ ვერ ვგრძნობდი თავს, რომ უცხო ვიყავი უკვე ბოლოს. იყო ძალიან. დავდიოდი სკოლაში. ანუ ამიტომ გამოვიარე ყველა ეს ტრადიცია, რაც გინახავთ ამერიკულ ფილმებში, ეს არის პრომი, ჰომკამინგ, სპორტული ტურნირები სკოლიდან და შემდეგ მაშინ მახსოვს რომ ვიყავით სურვის ჯგუფში, ზამთარში და მე ზაფხულის სპორტში გადავედი ჩოგბურთში, ორივეში ვიყავი საშინელი, მაგრამ მანდედან შევიძინე ძალიან ბევრი მეგობარი. მოკლედ, თან შორს არ მინდა რომ წავიდე ამ ამბების მოყოლით, მაგრამ დამიჯერეთ რომ ესეც იყო ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. ჩამოვედი საქართველოში და ეგრევე, ანუ აღარ მრჩებოდა დიდი დრო, იმიტომ რომ 17 წლის ჩამოვედი, გავხდი 17 წლის მალევე და ფაქტობრივად ერთადერთი წელი აღარ მრჩებოდა, რომ მომზადებულიყავი ეროვნული გამოცდებისთვის. პერიოდში გადავაწყდი ძალიან სერიოზულ პრობლემებს, განსაკუთრებით ქართულ ლიტერატურასა და ენაში, იმიტომ რომ ესეებს და თემებს რო წერდით ხოლმე, ფიქრობდი ინგლისურად და ინგლისურიდან თარგმნიდი მე ქართულად და ჩემი მასწავლებელი რეპეტიტორი სულ მეუბნებოდა ხოლმე, რომ თარგმნი, ბოლოს რაღაცნაირად, ხო, დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, გავაუმჯობესე ჩემი შესაძლებლობები, ასე ვთქვათ, ქართულში, მაგრამ ყველაზე მეტად მე მგონი ქართული ენის და ლიტერატურის სწავლა გამიჭირდა, ხო? ყველაზე რთულად ვიგებდი, ხო? მე მგონი მაგას. რაღაც ესე მახსოვს. ყველაზე ბევრს მეცადინეობდი ინგლისურ ენაში, თქვენ წარმოიდგინეთ, აი ძალიან მოთხოვნი მასწავლებელი მყავდა და იმის მიუხედავად, რომ კარგად ვიცოდი ინგლისური ძალიან, მაინც ახლა ამერიკაში ძალიან ესე გრამატიკულად სწორად, რო გითხრათ, რომ აი ძალიან სწორად ლაპარაკობენ, მოგატყუებთ, უფრო რაღაცა ქუჩის ინგლისური ვიცოდი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება ვსწავლობდი ინგლისურს, მაინც აი რაღაცა აი ამ ერთმა წელმა ძალიან შემიცვალა რაღაცეები და მახსოვს, რომ აი ყველაზე დიდ დროს ვუთმობდი თვითონ ინგლისური ენის
ენის სწავლას, როცა დავდიოდი ჩემს რეპეტიტორთან. ხა მე როგორც ახლა ამერიკაში ნამყოფი და ეს და ის, რაღაცა ძალიან დიდი მოლოდინები მქონდა ხოლმე, ჩემი მოლოდინები არა, მოთხოვნები მქონდა ხოლმე, ჩემი პრეტენზია მქონდა ხოლმე ჩემთან, თუ როგორ შეიძლება რომ სხვებმა გაჯობონ და მახსოვს, ინგლისურში 98 ქულა ავიღე 100-დან, მაშინ 100 იყო ხოლმე, ხა არ ვიცი რამდენია და ყოველთვის უშვებდი შეცდომას სწორია არასწორიაში და true or false, ესე ქვია, ერქვა მაშინ ესეთი დავალება, ესეთი სექცია იყო მან და იყო ხოლმე ორქულიანი და სწორედ ეგ შეცდომა დაუში დღემდე მახსოვს. ერთი შეცდომა დაუში ორქულიანი და ძალიან გული დამწყდა რომ ავიღე 98 ქულა და არა 100. ქართულში ძალიან აღარც მახსოვს რამდენი ქულა ავიღე. და კიდე რა ჩავაბარე? რა ჩავაბარე კაცო? ისტორია ჩავაბარე, ისტორიაც კარგად ჩავაბარე. ძალიან მიყვარდა. და კიდე რა ჩავაბარე? უნარები და მათემატიკა და ასე შემდეგ ეს არასდროს ჩემი ძლიერი მხარე არ ყოფილა, ასე რომ მაგით ვერ წავიტრიპაჩებ. ასე რომ მანდ ვერ წავიტრიპაჩებ. და მოვხდი 70%-იანი გრანტით საქართველოს უნივერსიტეტში საზოგადოებასთან ურთიერთობის ფაკულტეტზე. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვიცოდი, რაზე მინდოდა ჩამებარებინა. სულ რა თავიდან დავიწყოთ ბავშვობაში, იმდენად მიყვარდა და დღემდე მიყვარს ჩემი სტომატოლოგი, რომ ოცნებად მქონდა რომ ყოფილიყავი სტომატოლოგი და მადლობა ღმერთს რომ გადავიფიქრე. მე აღარ მახსოვს რა მინდოდა ხოლმე, რაღაც ესეთი ჩაბარდნის, ალბათ არაფერი და შემდეგ ჩემი ოცნება იყო, ჟურნალისტობა, ძალიან მინდოდა ჟურნალისტობა, არ ვიცი, ძალიან, ჩემი ოცნება იყო ყოველთვის რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი. არ აქვს მნიშვნელობა წერითი თუ ესე ტელევიზიაში თუ გაზეთში თუ ჟურნალში, იმიტომ რომ წერითაც ძალიან მიყვარდა ხოლმე წერა, რაღაც ჩანახატების და ეს რეპორტაჟების კეთება და წერა და ასე შემდეგ. საერთოდ ყველაფერი, რასაც ჟურნალისტობას ეხებოდა, ყველაფერი ძალიან მიყვარდა. მაგრამ არ ვიცი, არ ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე და მაშინ ძალიან ახალი შემოსული იყო ეს საზოგადოებასთან ურთიერთობა, PR და რატომღაც ვიფიქრე, რომ PR-ზე ჩავაბარებდი, იმიტომ რომ დედამაც მირჩია, რა თქმა უნდა, ეხა ეს 18 წლის ბავშვს მე მგონი ამის აღქმა, არა აქვს ესე მასამომავლოდ რო იფიქრო, რომ რა გამომადგება და რა მინდა და როგორ მინდა, საერთოდ ვფიქრობ, რომ 18 წლის ასაკში პროფესიის არჩევა არის ძალიან ადრე. და ჩავაბარე PR-ზე, იმიტომ რომ რაღაცა, თან ჟურნალისტიკასაც მოიცა და თან რაღაცა მარკეტინგის რაღაცა პატარა ნაწილსაც ჩავაბარე საქართველოს უნივერსიტეტში, ან ალასანიაში, როგორც მაშინ უფრო იცნობდნენ ხოლმე ჩემი თაობის ბავშვები. და ვისწავლე 4 წელი, გავატარე უნივერსიტეტში არაჩვეულებრივ ვიდრო გავატარე, მეგობრებო. რა თქმა უნდა, იქაც ვსწავლობდი, რო გითხრათ, რომ ტოპ სტუდენტი ვიყავი არა, მაგრამ ყოველთვის ზომიერი, ყველაფერში ზომიერება მიყვარს ცხოვრებაში ზოგადად. ეს 4 წელი და ჩემი ჯგუფელები, რომელთანაც ერთადაც ალბათ 4 წლიდან რამდენი ხელზე ჩამოსათვლელი დღეებია, რომელიც ალბათ ერთად არ გაგვიტარებია, იმდენად სულ ერთად ვიყავით და იმდენად ერთიანი ჯგუფი ვიყავით და იმდენად შეკრული, იმდენად მეგობრული, რომ არ ვიცი ხალხო, საუკეთესო წლები გამოვიარეთ და დღემდე ვამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პროფესიით ერთი წამიც, ერთი დღეც არ მიმუშავია, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი მე მიმიღია, იმიტომ რომ დღემდე ძალიან კარგად მახსენდება ის არაჩვეულებრივი 4 წელი, რა თქმა უნდა, ეხა შევიძინე უამრავი მეგობარი, არაჩვეულებრივი ლექტორები მყავდა. ძალიან მიყვარდა ყველა ნამდვილად თავიანთი საქმის პროფესიონალები. ესე ბედნიერად 2014 წლის ივლისში დავამთავრე უნივერსიტეტი. თუ მე მგონი ბოლო კურსზე ვიყავი, არა, მეოთხე კურსზე, ხო, მე მგონი მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა გადავწყვიტე, რომ მანამდეც რაღაცა პატარა სტაჟირებებს ვაკეთებდი ხოლმე, სადაც შესაძლებლობა მომეცემოდა. იყო პერიოდი, როდესაც ექსკურსია მძღოლის ასისტენტად მუშაობდი უცხოელებთან, უცხოურ კომპანიაში, სხვათა შორის ებრაელებთან. და ეს იყო ჩემი პირველი შეხება ებრაელებთან და ისრაელთან ზოგადად. ამას ვაკეთებდი ხოლმე ზაფხულობით, როცა უნივერსიტეტი არ იყო და ახლობით ერთი თვე მუშაობდი და საკმაოდ ის კარგ თანხას გამოვიმუშავებდი ხოლმე, ის რომ
ზაფხულს ჩვენურად ვატარებდით მე და ჩემი ძმა მაგალითად. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ მემუშავა. ამიტომ ბოლო კურსზე ვიყავი, როდესაც გავაგზავნე CV, რეზიუმე, გავაგზავნე ჩემი რეზიუმე იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლში ეს პირველი და მეორე და მესამე ეტაპები არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს უკვე რომ ამიყვანეს და დავიწყე მუშაობა იუსტიციის სახლში. დავიწყე მუშაობა იუსტიციის სახლში და ვიყავი, აღარ მახსოვს რა ერქვა მაგ პოზიციას, აი რო შედიხარ და გოგოები და ბიჭები რო დგანან და არის დაგეხმაროთ, როგორ გიკითხებიან, რო გეხმარებიან ყველაფერში ფოტოს გადაღებაში და აი სივრცის კონსულტანტი ვიყავი. აი დღევანდელი გადმოსახედიდან ეს იყო თანამშრომლების აბუჩა დაგდება. რა თქმა უნდა, მაშინ საერთოდ ესე არ ვფიქრობდი, მაგრამ აი ეხლა დღევანდელი გადმოსახედიდან აი ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვიდექით რამდენი საათი, 9 საათი ფეხზე განუწყვეტლივ 1 საათი ქონდა შესვენება, რა 1 საათი, ალბათ 9 საათი, 40 წუთი? არ მახსოვს. ნუ კაი 1 საათი ქონდა შესვენება დავუშვათ და 8 საათი დანარჩენი ხო ფეხზე უნდა იდგეს. საერთოდ დაჯდომის საშუალებას არ გვაძლევდნენ 10 წუთით. ესე დადიოდნენ და გამოწმებდნენ ხოლმე. ჩაცმაზე ხო და ესე ჭხილის ლაქზე და ასე შემდეგ ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. სულ შავი და თეთრი, რაღაც ესეთი მოწკეპილი, ეს ჭხილებზე უფერული ლაქი, ძალიან მკაცრი სისტემა იყო. გამოცდები იყო ხოლმე ჩასაბარებელი კიდე თან. უამრავი კონსპექტი სასწავლი მოკლედ სანამ ერთი პოზიციიდან მეორეზე გადაგიყვანდნენ 2014 წელს იცით რამდენი ქონდა აი ამ ბავშვებს ვინც ესე 8 საათი ყველაზე მინიმალური ფეხზე ვიდექით 200 ლარი დარიცხული და 40 ლარი გვეჭრებოდა და ვიღებდით 160 ლარს. ანუ თქვენ წარმოგიდგენიათ რომ სტუდენტს შეუძლია რომ 160 ლარზე მთელი თვე იცხოვროს, ანუ იმათ ვისაც ოჯახისგან არანაირი დახმარება არ აქვს. აი არ ვიცი, ტანჯოწამება იყო. მერე მოხდა ისეთი რაღაცა, რომ იუსტიციის სახლის ქარბუქი იყო და იუსტიციის სახლის ჭერი დაინგრა, ჩამოინგრა. გადაგვიყვანეს იმ ადგილებში, სადაც ადრე იყო ხოლმე იუსტიციის სახლის მაგვარი დაწესებულება. მაგალითად, ეხა მახსოვს ერთი იყო ხოლმე ვაჟა-ფშაველაძე, აღარ მახსოვს იმ შენობას რა ქვია და მეორე სადაც მე ვიყავი, იყო მარჯანიშვილზე. მარჯანიშვილზე იყო ხოლმე კიდე ერთ-ერთი განყოფილება და ჩვენ ვიყავით მარჯანიშვილზე. იქაც საოცარი პირობები მართლა. ნუ ძალიან ვერთობოდით ეხა, იმიტომ რომ პატარები ვიყავით. ერთმანეთთან კარგად მეგობრობდით, დავდიოდით ხან სამსახურის მერე, რა ვიცი, ძალიან ვერთობოდით და ნუ აი ეს ყველაფერი გვატანინებდა მძიმე სამუშაო პირობებს, სწორედ ერთმანეთი გვატანინებდა ხოლმე, იმიტომ რომ აი მაშინ მართლა ვერ ვიგებდი, რამდენად საშინელება იყო და აი ეხლა რო ვფიქრობ, აი ძალიან ცუდად მახსენდება რა, აი ეს სისტემა და აი ეს რაღაცა ფეხზე დგომა და ასე შემდეგ ძალიან ცუდად მახსენდება მოკლედ. როგორც იქნა შეაკეთეს სახურავი და გადაგვიყვანეს ისევ იუსტიციის სახლის შენობაში და მერე გავხდი სწრაფი ოპერატორი, სწრაფი სივრცის ოპერატორი ხო ესე ერქვა. მაშინ უკვე ხელფასი მომემატა, არა ხელფასი იგივე მქონდა მე მგონი, აღარც მახსოვს, მე მგონი იგივე ხელფასი მქონდა. ნუ ეს ყველაფერი ხდება 1 წლის განმავლობაში რა. ამის მერე 2014 წლის ოქტომბერში მე მგონი ძალიან უცბად, იმ მომენტისთვის ძალიან უცბად ჩემო ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა წავსულიყავით ემიგრაციაში ისრაელში. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ აი იმ მომენტისთვის ძალიან უცბად. და საერთოდ მოდით ეხლა ავხსნათ, რა შეხება მაქვს საერთოდ ისრაელთან და ებრაელ ხალხთან. ჩემი დიდი ბებია დედის მხრიდან იყო ებრაელი. ეს რაღაცნაირად აი ყოველთვის ვიცოდი, ბავშვობიდან მოყოლებული რაღაც საკავშირი გქონდა ისრაელთან და ებრაელებთან, მაგრამ აი არასდროს აი არანაირი აი რაღაც აი გონები დალექილი რო გაქვს რა, ეს ინფორმაცია ყოველთვის მქონდა ბავშვობიდან და რაღაცები მახსოვს, მაგრამ აი რაღაც ძალიან ისეთი დიდი მნიშვნელობა ჩემ ოჯახს ყოველ შემთხვევაში ჩემიანებს ამისთვის არასდროს არ მიუნიჭებიათ, შესაბამისად არც მე.
ერთადერთი მახსოვს, რომ პესახის, ანუ პასექის კვირაში როდესაც ებრაელები ისრაელში, ანუ მარტო ისრაელში, არამედ მსოფლიოს გარშემო არ ჭამენ პურს და მოკლედ ეს ისტორია იცით, ეხლა აღარ მოვყვები. მაშინ ჩვენ სახლში აღდგომას ხო ემთხვეოდა ხოლმე. აღდგომასთან ერთად ქონდა ხოლმე ეს მაცა, პასექის პური, ასე ვთქვათ, და ხარაზუთი, რიტუალად ხაღოსეთ. და აი რაღაცა ის მიქსი ქონდა ხოლმე, აქ რაღაცა წითელი კვერცხები და აქ ესე მაცა და ხარაზუთი. აი ეს მახსოვს მხოლოდ და მხოლოდ, სხვა აბსოლუტურად არაფერი, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ჩემი ნათესავები წამოვიდნენ ისრაელში საცხოვრებლად, ეს გაცილებით ადრე სანამ ჩვენ წამოვიდოდით წლების წინ. და აი რაღაცა ისეთი, ვიცოდი რომ ნათესავები მყავდა ისრაელში, ხა რა არის დასამალი ხო? ემიგრანტების აი 90%-ს ვიტყვი. ერთი და იგივე მიზეზის გამო მიდის ემიგრაციაში, ხო? რა თქმა უნდა, ეს არის ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობა. ჩემი ოჯახიც არ იყო ნამდვილად გამონაკლისი. ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად გაჟღერებულა, რომ მოდი წავიდეთ, მაგრამ არა და რაღაცა და არ გვინდა და რაღაცა და ბოლოს მე მგონი რაღაც სექტემბერი-ოქტომბერში 2014 წლის უკვე რაღაც გადავწყვიტეთ, აი ძალიან უცბად, მახსოვს რომ ჩემმა გადაწყვიტეს. ჩვენ მივდივართ ისრაელში. მაშინ შევდიოდით ხოლმე კონსულთან და კონსული ჩამოდიოდა წელიწადში, ყოველ სამთვეში ერთხელ და ისე დაემთხვა, რომ მაშინ ჩამოსული იყო და აი ძალიან ყველაფერი ისე კარგად დაემთხვა ხალხო, აი უცბად მიგვიღო, აი ყველანაირი გართულების და რაღაცის გარეშე ალბათ ღმერთს უნდოდა, რომ ჩვენ ისრაელში ჩამოსულიყავით და მე მგონი არ ვიცი, ნოემბერში ვიყავით გასაუბრებაზე კონსულთან და დეკემბერში უკვე ისრაელში ჩამოვედით. აი რაღაცა ძალიან ესე უცბად მოხდა ყველაფერი. ამ დროს მე იუსტიციის სახლიდან წამოვედი. რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრებს ყველას დავამშვიდობ, მაგრამ ყველას ვეუბნებოდი, რომ ერთ წელს მივდივარ თქო რა, ანუ შანსი არ არის, ერთი წელი გავჩერდები, მე პირადად თქო და უეჭველი მოვდივარ უკან თქო. მაშინ საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 11 წელი შემოვრჩებოდი ისრაელში და ეხლა უკვე 11 წელი კი არა, მე მგონი მთელი ცხოვრება აქ მომიწევს ცხოვრება. ამას საერთოდ ვერ ვაანალიზებდი. მეშინოდა, არ ვიცი, არ მეშინოდა, არ განვიცდიდი არც მაგას, იმიტომ რომ ჩემებთან ვიყავი, ბიძა ჩემი ისრაელში იყო, ჩემი ბიძაშვილებიც, ჩემი ბიძაშვილებიც აქ იყვნენ, ძალიან ბევრი, ასე რომ რაღაც აი, რო გითხრათ რომ მეშინოდა, არა. ალბათ რაღაც მომენტში განვიცდიდი, ახლა არ მახსოვს მთლად ისე, მაგრამ რაც განვიცადე, ახლა ვეკეთყვით რა არის. ჩამოვედით ისრაელში, როგორც რეპატრიანტები, ასე ქვია ამ პროგრამას. ანუ ებრაელები, რომლებიც თავიანთ სამშობლოში დაბრუნდნენ. ამ დროს იღებ ძალიან ბევრ დახმარებას ქვეყნისგან, პირველად დახმარებებს, ასე ვთქვათ, რომელიც დაახლოებით 9 წლის განმავლობაში გრძელდება. საშუალება გეძლევა, რომ ფეხზე დადგე, ასე ვთქვათ, შეიძინო, იქირაო სახლი, შეიძინო ნივთები, აი საყოფაცხოვრება მაგალითად, მაცივარი, სარიცხის მანქანა, რაღაც ესეთები, რომ აი ფეხზე დადგომაში ამ ქვეყანაში მოგეხვანო და მახსოვს, რომ სახლიც ესე ვიქირავეთ, სანამ სამსახურს დავიწყებდით, თუ არ ვწდები, მანამდე ბიძაჩემთან ცხოვრობდით, 2 კვირა, ეს ზუსტად აღარ მახსოვს. მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. სახლი ვიქირავეთ ძალიან მალევე. შევიძინეთ ყველა საჭირო ნივთი ძალიან მალევე, აი ამ დახმარებით. დედას და მამას და ჩემი ძმას ცალკე ერიცხებოდა თანხა და მე კიდე ცალკე, რადგან 18 წელს ვიყავი გადაცილებული და ნამდვილად არ მახსოვს რა თანხებზე აქვს საუბარი. ზუსტად ვიცი, რომ ბევრი რაღაცა შეიცვალა. მას შემდეგ შეიძლება ეხლა რასაც მე ხა ვყვები, საერთოდ აღარ იყოს რელევანტური. დახმარება მაინც არის, მაგრამ შეიძლება რაღაც სხვანაირად, აღარ ვიცი. და ზუსტად 2 კვირაში ჩამოსვლიდან მე მგონი თუ რაღაც ესე დავიწყეთ მუშაობა. ყველა
ნუ ჩემი ძმის გარდა ჩემი ძმა მაშინ არა იყო და ნუ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას და თებერვალში მართლაც წავიდა საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად. სამივე დავიწყეთ მუშაობა ერთ და იგივე ადგილას, რომელსაც ერქვა რომელიც იყო სუპერმარკეტი და ეს იყო ხეციხინამი ისრაელში ეს სუპერმარკეტი. მით უმეტეს ემიგრანტებმა ყველა მიცის და განსაკუთრებით ქართველმა ემიგრანტებმა, იმიტომ რომ ძალიან იშვიათი იყო ეხა მაშინ ადამიანი, ვინც აი როგორც კი ჩამოდიოდა ხეციხინამში ამ სუპერმარკეტში არ დაიწყო მუშაობა. ძალიან მეცნიერება ეხა ეს რომ ახსენდება, ნუ სამივე მუშაობდით მანდ. აი მაშინ მახსოვს რომ წამიყვანეს სამსახურში. მაშინ განვიცადე ყველაზე მეტად, იმიტომ რომ ენა არ ვიცოდით არც ერთმა, რა თქმა უნდა. ერთი სიტყვაც არ ვიცოდი და ვფიქრობდი რომ კაი წავალ სუპერმარკეტში, მაგრამ ალბათ ისეთ ადგილას მიგვიღებენ, სადაც ლაპარაკი არ დაგვჭირდება, მაგრამ წარმოგიდგენიათ სუპერმარკეტში ეგეთი როლი, სადაც არ გჭირდება ლაპარაკი? არა. ანუ არ არსებობს ეგეთი რაღაცა და არც მეტი, არც ნაკლები მე შემაგდეს, რასაც ქვია კაფეტერიაში. ხალხო, კაფეტერიაში, სადაც ტონა ხალხს ემსახურები, კეთდებოდა ყავა, პიცა, ტოსტები, ანუ ჩვეულებრივ იყო კაფე სუპერმარკეტში. და ანუ ხალხი მოდიოდა, გიკვეთავდა ყავას, ტოსტს, პიცას, სალათებს, აი 1000 რაღაცა იყო, ნაყინიც კი იყო. იცით რას ვადარებ ხოლმე ხშირად, აი წყალში რო ჩააგაგდებენ და ცურვის აზრზე რო არ ხარ, აი ეგეთი რაღაცა. კაი, ვიცოდი ინგლისური და რუსული, მაგრამ ინგლისური ყველა მიცოდა თითქმის, უბრალოდ ძალიან ბევრმა იცოდა და რაღაცას ვახერხებდი ინგლისურით მომხმარებელთან ურთიერთობას, მაგრამ თანამშრომლები ძლივს კონტაქტობდი თანამშრომლებთან, ანუ ხელი ფეხი და ასე შემდეგ, მაგრამ საბედნიეროდ იყო ერთადერთი გოგო, რომელიც იყო თურქმენი. უბრალოდ არის იმ მომენტშივე დავმეგობრდით და დღემდე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ძალიან ბევრი რაღაცა გამოვიარეთ იმის მერე ერთად. ყველა სხვა თანამშრომელი, ანუ ჩვენს გარშემო კაფეტერიაში, ვინც იყო, საუბრობდა მხოლოდ ივრითულად და ინგლისურად. ჩემმა მეგობარმა არ იცოდა ინგლისური, იცოდა მხოლოდ რუსული. მე და მან ვიცოდით რუსული და ის რომ არა, ალბათ არ ვიცი, ანუ ძალიან გამიჭირდებოდა იმ პერიოდის გადატანა. მე მგონი ერთმანეთს რაღაც დავეხმარეთ იმ პერიოდის, იმ რთული პერიოდის გადატანაში, იმიტომ რომ იმანაც არ იცოდა ივრითული. რა თქმა უნდა, ვისწავლეთ ივრითულიც, წერაც, კითხვა, რეპატრიანტებს, ასევე გვეძლება შესაძლებლობა, რომ ვისწავლოთ ულპანში. ულპანი ეს არის ივრითის სასწავლო სკოლა. ვისაც უბრალოდ ივრითული სწავლა უნდა, სწორედ აი ულპანში მიდის სასწავლებლად. ისე მოხდა, რომ ერთდროულად მე და ჩემი მეგობარი სუპერმარკეტიდან ერთდროულად ჩავეწერეთ სკოლაშიც და ერთად მუშაობდით, ერთად დავდიოდით სკოლაში, სულ ერთად ვიყავით. ჩვენ გავიარეთ მხოლოდ პირველი ეტაპი, ანუ ეს ალეფი, ანუ ა დონე, მაგრამ იყო ბ და c, მაგრამ ჩვენ აღარ დაგვჭირდა, იმიტომ რომ ძალიან მალე ავითვისეთ, მაგრამ აი ამ ყველაფერში დაგვეხმარა ზუსტად აი ეს სიტუაცია, რაშიც აღმოვჩდით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გქონდა და უნდა გვესწავლა ივრითული რაღაცნაირად და ბოლოს მოკლედ ისე ვისწავლეთ ეს ივრითული, რომ არ ვიცი ხალხო, აი მე მგონი თვითონ იმ თანამშრომლებს ჯობნიდით ხოლმე. ერთ წელიწადში კი არ და უფრო ნაკლებში, 6 თვეში მე მგონი მაგრად ვლაპარაკობდით მეც და ჩემი და ქალით. ნუ რა თქმა უნდა იმის მერე მხოლოდ განვითარდით და მე დღემდე ვსწავლობ ივრითულს, სულ მაგას ვამბობ, რომ რაღაც ყოველ დღე შეიძლება რაღაც ახალი სიტყვა გავიგო და ხო, ნუ ვისწავლო. ამ პერიოდში, სანამ მე, მამა და დედა მუშაობდით სუპერმარკეტში, მოხდა ძალიან ცუდი ამბავი, გარდამეცვალა ბებია და დედა იძულებული გახდა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო. მალევე, სხვათა შორის, მარტში მოხდა ეს ყველაფერი, ნუ ძალიან ის იყო უცაბედი იყო ჩემი ან ბებიას გარდაცვალება. დავრჩით მე და მამა
ისრაელში. ჩვენურად ვიყავით, უბრალოდ მახსოვს რა ძალიან დიდი როლი დამეკისრა მე რა, ანუ ეს რაღაცა დიასახლისობა და საჭმელები და დაალაგება და მთელი ამბები და ძალიან ბევრ საათს მუშაობდით ზოგადად ამ სუპერმარკეტში. ძალიან დიდი ფიზიკური შრომა გვიწევდა ამ კაფეტერიაში, ფეხზე ვიდექით ხოლმე სულ არ მქონდა სკამი, შესვენება მქონდა. თუ ანუ 2 სმენას ვაბავდით ერთმანეთს, ახლა გეტყვით 2 სმენა რას ნიშნავს? 7 საათზე ვიწყებდით სამსახურს, პირველი სმენა რჩებოდა 3 საათზე, ეს იყო ერთი სმენა და მეორე სმენა იწყებოდა 4-ის ნახევარზე მე მგონი. და რჩებოდა გააჩნია დღეს, ანუ რჩებოდა ხოლმე 10 საათზე, 11 საათზე ღამის. და ძალიან ხშირად მე და ჩემი მეგობარი საათობრივი ნაზღაურება ჰქონდა და ხშირად რჩებოდით ხოლმე 2 სმენა. ძალიან ბევრი თანამშრომელი 2 სმენას ერთმანეთს აბავდა და წარმოიდგინეთ ყოფილა ისე რომ მთელი კვირაც გვიმუშავია 7-დან 11-მდე ყოველ დღე და დასვენება გქონდა ხოლმე მხოლოდ შაბათი დღე, იმიტომ რომ პარასკევს მიუხედავად იმისა, რომ სხვა დაწესებულებებში და 2 დღეა დასვენება. ეხლა მე სხვა სამსახურებში მე რო გადავედი, პარასკევს შაბათი ვისვენებ, ანუ პარასკევს უმეტესობა ისვენებს, მაგრამ ამ სუპერმარკეტში არა. და პარასკევს ჩვენ ვიხსნებოდით ხოლმე დილის 5 საათზე, იმიტომ რომ პარასკევს მოკლე დღეა და ვამთავრებდით ხოლმე მუშაობას რაღაც 5 საათზე. ხუთში უფრო გვიან ვამთავრებდით, ზამთარში უფრო ადრე. და წარმოიდგინეთ, გამოდიოდა ისე რომ დღეში 15-16 საათი ვმუშაობდით და გქონდა ხოლმე თითო საათი შესვენება, შეიძლება 40 წუთი, შეიძლება ნახევარი საათიც გააჩნია ხა რა სიტუაცია იყო კაფეტერიაში, შეიძლება უცბად ძალიან ბევრი ხალხი მოგროვდეს და ვიღაცას დახმარება სჭირდებოდეს და ასე შემდეგ. და ეს იყო მთელი ჩვენი 2 წელიწად ნახევარი, რაც იმ სუპერმარკეტში გავატარე და ამ პერიოდში თან უნდა სახლისთვის უნდა მიმეხედა ასე ვთქვათ რა და რაღაცას ვახერხებდით ახლა რა თქმა უნდა მამაც ძალიან მეხმარებოდა და ესე მორიგეობით ვაკეთებდით ხოლმე საჭმელს სახლში და უკეთ რთული პერიოდი იყო, მაგრამ რაღაცა ცუდად არ მახსენდება პირიქით ძალიან კარგად. და ასე გავატარე ამ სუპერმარკეტში 2 წელიწად ნახევარი თუ არ ვცდები. მე წავიდა ჩვენი სიტუაცია, რომ დედაცაც შეეძლო, რომ წელიწად ან ნახევარი წელი ისრაელში ყოფილიყო და ნახევარი წელი საქართველოში და ეს დღემდე ასე გრძელდება, რომ ნახევარი წელი იქ არის და ნახევარი წელი აქეთ არის, იმიტომ რომ საქართველოშიც ახლა ბევრი საქმეა და მიხედვა უნდა იქაც ყველაფერს. მეც ესე ყოველ წელს ვცდილობ რომ საქართველოში ჩავიდე, რა თქმა უნდა, ანუ მაგის გარეშე არ შემიძლია. რაც არ უნდა ხდებოდეს, ანუ ყველაფერს გადავდებ და სხვა ქვეყანაში არ წავალ და საქართველოში წავალ. 2 წელიწად ნახევრის შემდეგ, ამ გიჟური რეჟიმის შემდეგ, უკვე რომ ივრითულიც კარგად ვიცოდი წერაც, კითხვაც და რაღაც ჩემ თავში გაჩნდა ის გრძნობა, რომ ანუ რაღაცა მეტი შემიძლია და ეს არ მაკმაყოფილებს და არ მინდა რომ მთელი ცხოვრება სუპერმარკეტში ვიმუშაო და რატო უნდა ვმუშაობდე. ნაპერწკალი გაჩნდა, ასე ვთქვათ და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სამსახურიდან წამოსულიყავი, მაგრამ თან ვფიქრობდი, რომ თან არ მინდოდა, მაგრამ ანუ რაღაც ისე მოხდა, რომ ვითომ საქართველოში უნდა დავბრუნებულიყავი. გაითვალისწინეთ, რომ არ მინდოდა საქართველოში დაბრუნება ადამიანს, რომელსაც 1 წლით მოდიოდა მარტო ისრაელში. წავედი საქართველოში. საქართველოში ვიყავი სექტემბერი, ოქტომბერი და ნოემბერში გადავწყვიტე ისევ ისრაელში დაბრუნება. ჩამოვედი ისრაელში, სამსახური მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს და ანუ დავიწყე სამსახურის ძებნა და ისე მოხდა, რომ მაშინ ერთ-ერთ ქართულ რესტორანში ახლობელმა ასე ვთქვათ დამაწყებინა მუშაობა, როგორც ოფიციანტი, ანუ რაღაც რო შედიხარ და რო ხვდებიან სივრცის კონსულტანტი აქაც. როგორც ისიც სახში ვიყავი ხოლმე, ისე აქაც ანუ მიმღებში რო ხვდებიან გოგონები და მენიუს რო გაწვდიან და ასე შემდეგ. ჰოსტესი. საღამოობით მუშაობდი ხოლმე მანდ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მჭირდებოდა სამსახური, სადაც მუშაობდი 9-დან სიტყვაზე 6-მდე და დავიწყე ქართულ რესტორანში მუშაობა. პარალელურად მე ჩემმა მეგობარმა დამაწყებინა მუშაობა კურიერულ კომპანიასთან. ეს კურიერული კომპანია იყო მხოლოდ ადგილობრივი რა, ანუ ინტერნაციონალურ კლიენტებთან და ხალხთან საერთოდ არ მიწევდა კომუნიკაცია და მხოლოდ ივრითზე მიწევდა კომუნიკაცია.
კაი, ეს ლაპარაკი ვიცი, ეს წერა ვიცი, მაგრამ კლავიატურასთან მუშაობა კიდე იყო ძალიან რთული, ანუ იმიტომ რომ კლავიატურა ფაქტობრივად კიდე ცალკე უნდა ისწავლა ივრითზე. ნუ მეგონი ყველა ენაზე ეგრეა. მე მანდ დავიტანჯე, ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ ზარი-ზარზე შემოდიოდა ტელეფონზე, მე ვიყავი სერვის ცენტრში, მუშაობდი სატელეფონო სერვის ცენტრში, ნუ სად არის ჩემი ამანათი, რატო არ მოდის? მესობაში, რა თქმა უნდა მოხდეს ციფრული აღწერა იმ საუბრის, რაც ქონდა მომხმარებელთან, ან მოკლეს შინაარსი, ასე ვთქვი, რომ კიდე რო დარეკოს იგივე აღარ გაიმეოროს სხვა წარმომადგენელმა. და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხდება ივრითულზე. ივრითული არის ძალიან სპეციფიური ენა და ქუჩების სახელები ისეთი რთულია ხალხო, ისეთი რთული დასაწერია და საერთოდ აი შეიძლება რაღაცა დაინახო და სხვა რაღაცა ეწეროს და ამ დროს სულ სხვანაირად ითქმეოდეს. ანუ ამაზე ცალკე გადავიღებ ვლოგს ივრითულ ენაზე, თან მით უმეტეს ერთ-ერთმა ჩემმა გამომწერმა ძალიან დიდი ხნის წინ თხოვა, რომ ივრითზეც ილაპარაკი, გვესაუბრებო და ამას აუცილებლად მოგიყვებით. მახსოვს რომ ძალიან დავიტანჯე, მოკლედ ანუ ცალკე ამ ქუჩების დამახსოვრებით, წერით, ძალიან ნელი ვიყავი, იმიტომ რომ ვერ ვასწრებდი ივრითულად დაწერას იმ დიალოგის, რაც მქონდა ხოლმე კლიენტთან, იმიტომ რომ მე უკვე მალევე მეორე ზარი შემოდიოდა, მესამე, მეოთხე და ანუ ისე ხდებოდა ხოლმე, რომ გვიანობამდე რჩებოდი სამსახურში და ხალხს მე ვურეკავდი კიდე, რომ გადამემოწმებინა რაღაცა. ანუ ამ ცხოვრებაში ყველაფერი არის დროებითი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რაც ვისწავლე ამდენი წლის განმავლობაში, რომ ნებისმიერი სიტუაცია, ნებისმიერი მდგომარეობა, ნებისმიერი რთული მდგომარეობა არის დროებითი და ესეც რა თქმა უნდა დროებითი აღმოჩნდა, იმიტომ რომ ძალიან მალე ძალიან კარგად და ძალიან სწრაფად წერდი კიდეც და ლაპარაკობდი კიდეც და არ ვიცი დამაწინაურეს კიდეც და არაერთხელ და ორჯერ და სულ 2 წელიწადნახევარი ვმუშაობდი იმ სამსახურში და წარმოიდგინეთ 2 სამსახურში მუშაობდი ერთად, იმიტომ რომ იქ ვიწყებდი 8, იქ მუშაობდი კურიერულ კომპანიაში მუშაობდი 8-დან 5-მდე, 6-მდე, ხო, 8-დან 6-მდე და მერე მივდიოდი ქართულ რესტორანში, ეს დაახლოებით გაგრძელდა წელიწადნახევარი, აი ეს გიჟური რეჟიმი, რომ 2 სამსახურში ერთად მუშაობდი და ფაქტობრივად მაშინ ერთი დღე მქონდა დასვენება, ხო, არასკევი, იმიტომ რომ რესტორანი იხსნებოდა ხოლმე შაბათს საღამოს და შაბათს ისევ იქ მიწევდა წასვლა გვიანობამდე, ანუ დილის 8-დან საღამოს დილის 8-ზე ვიწყებდი სმენას და 12 საათზე ბრუნდებოდი სახლში, ნუ 11 საათზე ვამთავრებდი ხოლმე, გამოვიდოდი ხოლმე რესტორნიდან, იმიტომ რომ 11 საათის მერე იშვიათად რომ ვინმე მოსულიყო. ანუ ფიზიკურად უკვე აღარ შემეძლო ბოლოს და მივიღე გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყავი რესტორნიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ და დავრჩი მხოლოდ ერთ სამსახურში ამ კურიერულში. ამ კურიულ სამსახურში ძალიან კარგად ვცნობდი თავს რაღაც დაგიმალოთ, ოფისიც მქონდა, ის მქონდა, ეს მქონდა, ყველაფერი რაც მინდოდა, მაგრამ იყო ძალიან ცუდ ადგილას, თელ-ავივში, გარდა ისრაელში, ვინც ცენტრში ცხოვრობს და შეიძლება არც კი ყველა მიცის ის ადგილი, ეს არის ტახანა მერკაზიტი, ასე ქვია, ანუ მთავარი სადგური, ავტობუსების და ტრანსპორტის მთავარი სადგური, მოდი ასე ვიტყვი, სადაც აი ყველაზე, როგორ გითხრათ, აი საშინელი უბანია, მოკლედ, აი საშინელი და სახიფათო უბანია, ასე ვთქვათ. ძირითადად სულ მამაკაცებთან ერთად მუშაობდი, იმიტომ რომ კურიერები ძირითადად იყვნენ მამაკაცები, რაც ძირითადად სულ და მე და ერთი გოგო ვიყავით მაგ ოფისში, ეს უკვე ბოლოს პირობები საერთოდ არ იყო ისეთი როგორც უნდა ყოფილიყო. ანუ ბოლოს ისე მოხდა, რომ ეს გოგო გავიდა დეკრეტში და ბოლოს მე შევცვალე მე და დავრჩი მარტო მე. და ძალიან რაღაცა ისე ბევრი ფუნქცია დამეკისრა და ხელფასი არ მქონდა შესაბამისი. ნამდვილად მქონდა მინიმალური ანაზღაურება და ძალიან ბევრ შრომობდი და ძალიან ის დაუფასებელი იყო ეს ჩემი შრომა და ისრაელში აი მოსულა რომ მიხვიდე და უთხრა რომ ხელფასი მომიმატეთ და ერთადერთ ხელ გავბედი და მივედი და ვთხოვე ხელფასის მომატება და არ დათანხმდნენ და ანუ მეწყინა და
გადავწყვიტე, რომ ახალი სამსახური მომეძებნა. სამსახურის ძებნა დავიწყე ისეთ კომპანიებში, სადაც ვერც კი მიოცნებებდი მუშაობას, როცა ისრაელში ჩამოვედი. ისტორია მოყოლილიც მაქვს, თუ როგორ და რანაირად მოხვდი Viber-ში. და აი მანდედან უკვე შეიცვალა ჩემი ცხოვრება რადიკალურად, იმიტომ რომ თავი ვიგრძენი იმ სივრცეში და იმ გარემოში, სადაც აი მართლა ვფიქრობდი, რომ აი აქ ვეკუთვნი, აი ამ სივრცე, აი ამ სიტუაციას, აი ამ ხალხს, აი ძალიან ბევრი საერთო მქონდა თანამშრომლებთან. ნუ არ ვიცი, აი მართლა ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, თუმცა იქაც სირთულები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გადამხდა. თან მე დავიწყე მუშაობა, Viber-ში დავიწყე მუშაობა მაშინ, როდესაც დაიწყო COVID და მოკლედ ძალიან გიჟური პერიოდი დაემთხვა. მაგრამ არ ვიცი, აი ჩემთვის გადამწყვეტი, ჩემი ბედისთვის და ჩემთვის რაც აღნიშნავ და გეტყვით რომ ჩემი მეუღლე გავიცანი Viber-ში, Viber-ის ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები. 5 წელიწადნახევრიანი მუშაობის შემდეგ არაჩვეულებრივ კომპანიაში, რომელმაც მართლა თვალები ამიხილა და მასწავლა თუ აი რას ნიშნავს იყო დაფასებული და ისეთი გარემო დამხვდა იქ, რომ საერთოდ ვერც ვიოცნებებდი და საერთოდ არც მქონდა გაგონილი და ძალიან გულიმწყდება, რომ ბევრი რაღაცის ჩვენება ვერ მოვასწარი ამ კომპანიაში, იმიტომ რომ ანუ ძალიან დიდ პატივს ვცემენ თანამშრომლებს და თქვენ წარმოიდგინეთ ამაზე გაცილებით უკეთესი კომპანიები არიან და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოდესმე მოვხვდები ასეთ კომპანიაში და შევძლებ, რომ ეს მთელი ინფორმაცია, რასაც იქ მივიღებ, გაგიზიაროთ მაქსიმალურად და ალბათ მოვესწრებით მაგ დღესაც, იმიტომ რომ აი ეგ არის ჩემი შემდეგი მიზანი. ზოგადად მე ძალიან მიზანდასახული ადამიანი ვარ და ვერაფრის დიდებით ვერ გადავუხვევ ჩემ მიზანს. რაც არ უნდა მოხდეს, ნუ შეიძლება გზა და რაღაცა შეფერხებები შემემთხვეს და მოხდეს, მაგრამ მაინც ადრე თუ გან მაინც მივახწევ დასახულ მიზანს, რადგან ჩემ ქმარს შევეხეთ, მინდა ასევე გავცე პასუხი ასევე ძალიან ხშირად დასმულ კითხვას, თუ როგორ დავოჯახდი ებრაელზე, ანუ ჩემი ქმარი არის აშკენაზი ებრაელი, ამაზეც აგიხსნით ყველაფერს კარგად, ნუ აშკენაზი ებრაელები არიან ძირითადად წამოსული ევროპიდან, ნუ პოლონეთიდან, ჩემი ქმარი არის ნახევრად პოლონელი, ნახევრად ბულგარეთიდან, მაგრამ არის რა თქმა უნდა აქ დაბადებული, გაზრდილი. საერთოდ არანაირი შეხება არ ქონდა საქართველოსთან ჩემამდე და ანუ აქ ისმის კითხვა, თუ მე ესე როგორ გავყევი ცოლად პრობლემების გარეშე ებრაელს და ამაზე ძალიან მარტივი პასუხია. ჩემი დიდი ბებია, როგორც უკვე ვახსენე, ებრაელი იყო. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ შეიძლება რამდენიმე თქვენგან მაუკვე იცით, ანუ უმრავლესობამ, რომ არაებრაელზე, ანუ არაებრაელსა და ებრაელს შორის კავშირი ძალიან იშვიათია, ხდება, მაგრამ ძალიან იშვიათია. ოფიციალურად ვერც ქორწილდებიან ისრაელში, ასე ვთქვათ და საერთოდ ვერსად. ანუ კი შეგიძლია რომ სადღაც საბერძნეთში დაქორწილდიან, საქართველოში გააკეთო ქორწილი და ხელი მოაწერო, მაგრამ მე მგონი მარტო ხელის არ ვიცი, გადაიხადო ქორწილი, მაგრამ ეს ოფიციალურად ისრაელში არ ჩაითვლები ოჯახად. და ამ კითხვაზე რომ პასუხი გავცე, ქორწილამდე დაახლოებით 2 თვით ადრე თუ 3 თვით ადრე მომიწია იმის დამტკიცება, რომ მე მართლა მყავდა ებრაელი წინაპარი და ანუ დაგვიბარეს მე და დედა გასაუბრებაზე, სადაც რასაც ქვია ხალხო დაგვკითხეს იმის სახელი, იმის დის სახელი, ბებიის დის სახელი, ბებიის შვილი, ბებიის დედა, ბებიის მამა, ბებია, ბაბუ, აი ყველაფერი ვკითხეს, რაც შეიძლებოდა რომ ეკითხათ ყველაზე. ანუ თავის დროზე ვინც ისრაელში ჩამოვიდა, ანუ ჩემი ბებიის დებზე არის აქ ლაპარაკი, ჩემი დიდი ბებიის დებზე არის აქ ლაპარაკი, რითი ჩამოვიდნენ და მაშინ ხალხი ჩამოვიდა გემით და დედამ რაღაცა სასწაულებრივად ეს ყველაფერი იცოდა და მე ამ გასაუბრების შემდეგ დაიწყეს დარეკვა ჩვენ სახლობლებთან, ათესავებთან, ვინც აქ ყავს, ყველასთან, ყველა დაკითხეს, გამოკითხეს. ფაქტია, რომ დიდი ბებია ებრაელი მყავდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მომცეს შესაძლებლობა და დასტური იმისა, რომ შემეძლო სრულფასოვანი ოჯახის შემექმნა ისრაელში, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სანამ ჩემ ქმარს გავიცნობდი, გადაწყვეტილი მქონდა საქართველოში დაბრუნება.
სამუდამოდ და რო საქართველოში ვიყავი 2 თვით ჩამოსული, სამსახურიდან დისტანციურად მუშაობდი. ჩამოვედი, რომ ისე ბოლო საქმეებს მოვამთავრებ ისრაელში რაც დამრჩა და წავალ საქართველოში ჩემ პირად ცხოვრებას მივხედავ, თქვა ასე ვფიქრობდი და მე გავიცანი ჩემი ქმარი და შემოვრჩი ისრაელში. აი ესე მოვედი დღემდე. ეხლა რო შევაჯამოთ რაღაცნაირად, ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ჩემი ოჯახისთვის ქვეყნის დატოვება და სულ სხვა ქვეყანაში, ესე უცხო ქვეყანაში ენის გარეშე და ყველაფრის გარეშე ჩამოსვლა, მაგრამ მადლობა ღმერთს ჩვენ აქ ყავდა ადამიანები, რომლებიც დაგვეხმარნენ, ანუ აი ქეთს ვიხრი იმ ხალხის წინაშე, იმ მიგრანტების წინაშე, ვინც აი ესე ქვეყანაში მიდის, არანაირი მოქალაქეობა, არანაირი ნაცნობი და აი იმდენად გამოვალ სიტუაციაში არიან საქართველოში, რომ აი ყველაფერზე თანახმა არიან. ძალიან რთული, ანუ ჩვენთვისაც ძალიან რთული იყო, მით უმეტეს ჩემი მშობლებისთვის, ახლა მე კიდე ახალგაზრდა ვიყავი და მარტივად გადავიტანე ეს ყველაფერი და ენაც კარგად ვისწავლე და ძალიან აი ადვილად შევეჩვიე, ზოგადად ძალიან ადვილად ადაპტირდები სიტუაციებთან და სიტუაციებში, მაგრამ ნუ ანუ ჩემებისთვის ნამდვილად არ ყოფილა მარტივი, დღემდე რთულია, დღემდე ანუ აი ეს საქართველო, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ და გულნატკენი ვარ საქართველოზე, იმიტომ რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი საქართველოში, რომ მქონოდა კარგი სამსახური, კარგი ხელფასი, ის შესაძლებლობები, რაც მე ისრაელმა მომცა, რომ ცოდნა რომ საქართველოს მომცემდა, აუცილებლად დავბრუნდებოდი სავარაუდოდ. ნუ ეხლა ძნელია ესე ზუსტად თქვა, მაგრამ ანუ ესე ვფიქრობ, რომ მალევე დავბრუნდებოდი. მაგრამ რო ჩამოვედი და გავიგე იმ ცხოვრების გემო რომ მინდოდა რომ მქონოდა და მქონდა ყველაფერი რაც მინდოდა და ვუგზაურობდი და აქ სულ სხვანაირი ცხოვრება დამხვდა, აქ სულ სხვანაირად ვცხოვრობ დღესაც და სამწუხაროდ აი ამას დღემდე ვერ ვხედავ მე საქართველოში ძალიან გული მტკივა, მაგრამ აღსანიშნავია რომ საქართველოში მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან წარმატებულები არიან თავის საქმეში. ყველაფერს მიაღწიეს საქართველოდან და თვითონ და მარტო და ყველას დახმარების გარეშე. მაგრამ საქმე ის არის, რომ აი ასეთი ადამიანები ძალიან იშვიათია საქართველოში და ისრაელში თუ მუშაობ, ყველაფერს შეძლებ. აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებ. არ მოგაკლდება საჭმელი. არ მოგაკლდება აი ესეთი ბაზისური არაფერი, აი ესეთი საბაზისო რაღაცები, რაც გჭირდება ცხოვრებაში, არ მოგაკლდება, ანუ არ იფიქრებ, აი თქვა ხვალ რა ვჭამო, როგორ ვჭამო ჩემს შვილებს, რა ვაჭამო და ასე შემდეგ, ან ქირა როგორ გადავიხედო, ან გადასახადი როგორ გადავიხედო, ესე თუ მუშაობ, ყველაფერს შეძლებ. აი საქართველოში აი მუშაობ, მაგრამ მაინც არ არის ის შესაძლებლობა რომ ყველაფერს გაწვდე ადამიანი. აქ მე ხა მოგზაურობაზე და ჩაცმაზე და ხურვაზე აღარ ვლაპარაკობ, ხო და ძალიან სამწუხარო, აი ძალიან ქართველი ემიგრანტები ისრაელში ასეთი მსგავს ჯგუფში ვარ გაწევრიანებული და ომის პერიოდშიც კი ქართველები კითხულობდნენ როგორ ჩამოვიდეთ ისრაელში. აი განსაკუთრებით ომის პერიოდში რო ვკითხულობ ხოლმე მაგას, აი გული მისკდება მართლა. მე მგონი ეს სიტუაცია და ეს კითხვა ყველაფერს ამბობს, ხო? ანუ თავის თქმას ამბობს, რომ ანა რა მდგომარეობაში ადამიანი რომ თანახმა რომ ომში იცხოვროს. აი ძალიან რთულია მოკლედ ამის დანახვა ჩემთვის პირადად. საერთო ჯამში ძალიან ბედნიერი ვარ იმისთვის რისი შესაძლებლობაც მე აქ მომეცა, ანუ ღმერთმა რისი შესაძლებლობაც მომცა ზოგადად იმ ცხოვრებისთვის, რაც დღეს მაქვს. ალბათ ისრაელი რო არა ჩვენ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებოდით. ძალიან დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ძალიან მიუხედავად იმისა, რომ აქაურებს ძალიან უყვართ წუწუნი და ჩვენს მეც წუწუნებ ხოლმე სხვათა შორის რაღაცეებზე. ძალიან უყვარს ამ ქვეყანას თავისი ხალხი და ზრუნავს და ნამდვილად ისრაელი ზრუნავს თავის მოქალაქეებზე და ვისურვებდი რომ საქართველომაც აიღოს მაგალითი და იქნებ
დაიწყოს ზრუნვა თავის მოქალაქეებს. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მე თქვა. ალბათ დიდი იმედი მაქვს, რომ გაბეცით თქვენს ყველა შეკითხვას პასუხი, თუ რა თქმა უნდა არის რაღაც ისეთი, რაზეც ვერ გიპასუხეთ, რა თქმა უნდა, დამიწერეთ კომენტარებში. თუ მოგეწონათ ჩემი ეს ბლოგი და გაგიჩნდათ სურვილი ჩემი ბლოგის მხარდაჭერის, ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩემი არხით. დიდი მადლობა, ვინც მისმინეთ ბოლომდე და მიყურეთ. ბედნიერ უქმეებს და ბედნიერ კვირას გისურვებთ. ჩვენ კი შევხვდებით აუცილებლად შემდეგ შაბათს. იმედია ახალი, კარგი და პოზიტიური ამბებით. ეხლა წავედი, გავიქეცი. ზუსტად საათ 9:30-ია ამ vlogs ვიღებ და მომშვიდა და მომწყურდა და ყველაფერი დამოდი ამას მივხედავ ახლა. საღამოს ჩემს მეგობარს შევხვდები, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, მაგრამ თქვენ ამას სამწუხაროდ არ ნახავთ, იმიტომ რომ ამას არ გადავიღებ სავარაუდოდ.